Hot. See how the milk comes out? მანქანა ავიყვანეთ, ვიქირავეთ და წავედით ამალფი ქოსთიდან კაიაცოსკენ. სოფლიოში ყველაზე გემრიელი პიცა უნდა ჩავწეროთ და სოფლიოში ყველაზე მაგარი პიცის მკეთებელი. ჩვენი მოგზაურობის დამსხვევია სადაზღვევო კომპანია Benefits-ი. მადლობა მათ ჩვენი მოგზაურობა რომ დააზღვია. სხვათა შორის ყველაზე დაბალი ტარიფი აქვს Benefits სამოგზაურო დაზღვევაზე და ასევე შემოდგომაზე ავტომობილის დაზღვევაზე ფასდაკლება იქნება. პრინციპში ეს ეპიზოდი რო გავა, ალბათ უკვე იქნება მაგ დროს ფასდაკლება. დანარჩენი უკვე კაიაცოში რო ჩავალთ მე. ძალიან მიხარი. აი, ძალიან. La luna mezzo mare, mamma mia, mamma di dare. Figlie mie, cutte dare, mamma mia, pensaci tu. კაიაცოში ვართ, რომელიც ნეაპოლიდან 40 წუთის სავალზეა და რომელიც არ არის მაინც და მაინც ტურისტული ადგილი. თუმცა ტურისტების და განსაკუთრებით გასტრონომიის მიხედვით და გასტრო გზით ვინც მიდის სხვადასხვა ქვეყანაში დათვალიერებს ძალიან საინტერესო გახდა მას შემდეგ რაც აქ ფრანკო პეპემ პიცის სოფლიოში ყველაზე თუ არა ალბათ ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა შეფმა გახსნა თავის პიცერია. Chef's Table ესეც სერიალია Netflix-ზე, სადაც მასზე ცალკე დათმობილი ერთი სერია. და აქ მოვედით შარშან მედალაშა ნეაპოლი რო გადავიღეთ, ძალიან გვინდოდა აქ მოსვლა, მაგრამ მანქანა არ გვყავდა მაშინ დაქირავებული. და ძალიან რთულია ტრანსპორტით მოსვლა, ანუ ერთი ღამე უნდა დარჩე და წინასწარ უნდა დაჯავშნო. ველოდებით ფრანკო პეპეს თვითონ გამოვიდეს დავსხედით. შევუკვეთეთ სპეციალურად პეპე ინგრანი, ესე ქვია რესტორანს პეპე ინგრანისთვის ჩამოსხმული მოხარშული ლაგერი. გავსინჯოთ და ძალიან მიხარია. აქ რო ვართ და რომ მოვხვდით როგორც იქნა მედალაშა. კარგია. ისიც მიხარია რომ დაგვთანხმდა ფრანკო ინტერვიუზე. ძალიან ლამაზია სოფელი. დილით გადავიღებთ სოფლის კადრებს. ჩვენ სოფლებს სამწუხაროდ არ გავს. ოღონდ ინფრასტრუქტურას გულისხმობთ, თორე ესე ლანდშაფტი რა დაგვეწუნება. ძალიან ბევრი საინტერესო და ცნობილი პიცა პეპე ინგრანის მენიუში, მაგრამ ყველაზე საინტერესო ამბავი ის არის, რომ მარგერიტა, რომელიც არის კლასიკა პიცების, ნეაპოლური პიცის, მენიუში არის მარგერიტა სბალიატა, ანუ უკუღმა მარგარიტა. და რას ნიშნავს ეს? ფრანკო იძახის, რომ ვერ ხვდები რატო უნდა გამოაცხო 300 გრადუსზე პამიდურის სოუსი, რომელიც კარგავს იმ გემრიელ ცინცხალ და ახალ გემოს, რომელიც აქვს. სამზარეულოში ვიხედებით პირდაპირ. პეპე ინგრანი მე-18 საუკუნის ციხესიმაგრეშია განთავსებული. რესტორანში რამდენიმე ღუმელია, სადაც დღეში 1000-ზე მეტ პიცას ამზადებენ. რამდენიმე სართულიანი პიცერია სხვადასხვა კონცეფციით არის დაყოფილი. პირველი სართულის სივრცე უფრო საოჯახოა. ეზოში შედარებით სიმშვიდეა. მეორე სართული ხმაურიანია. ეკრანზე კი პროექტორით სამზარეულოს ლაივია გაშვებული. როგორც ჭეშმარიტ იტალიურ პიცერიას შეეფერება, კედლებს საოჯახო არქივიდან ამოღებული ფოტოებიც ამშვენებს. ფრანკოს ბაბუის მიერ დაარსებული პიცერიის აბრაც არ დავიწყებია. თითოეული სართულიდან, თითქმის ყველა მაგიდიდან მადლიერი სტუმრები ესალმებოდნენ შეფს, აღფრთოვანებას გამოხატავდნენ და ფოტოებს იღებდნენ მასთან. ფრანკო პეპეს პიცის ფილოსოფია ცალკე მის ცომშია, რომლის მსგავსი პირადად მე არაფერი არსად გამისინჯავს. სოფლიოში ყველაზე გემრიელი პიცის ცომი აუცილებლად ხელით იზრდება. ფქვილი სპეციალურად პეპე ინგრანისთვის იწარმოება. მის ყიდვას სხვა ვერავინ შეძლებს. ხელით მოზელილი ცომი გუნდებად ხის გობებში ინახება და განსაზღვრული დროით ისვენებს. ხელოვნების სიყვარული შეფისგან ყველა დეტალში იგრძნობა, მუსიკიდან დაწყებული ფოტოგრაფიით დასრულებული.
სოფლიოში ყველაზე პატარა პიცერიაში შევდივართ ახლა, რომელიც რანკომ თავისთვის მოიწყო, თავისი უნდა კიდე ცალკე რო ქონოდა. ბოლო სართულზე განთავსებულია პიცერია პიცერიაში. სოფლიოში ყველაზე პატარა პიცერია, რომლის კარით სტუმრებისთვის თვეში მხოლოდ 3-ჯერ იღება და დეგუსტაციასთან ერთად თითოეული კერძის ისტორიასაც ისმენენ. ამ მინი პიცერიის გავლით ფრანკოს სახლის შესასვლელიცაა. მისი საცხოვრებელი სახლი პიცერიაში მდებარეობს. მსოფლიოს უდიდესი შეფები არიან აქ ნამყოფი, როგორებიც არიან ალან დუკასი, ალბერტ ადრია, ანა როსი. კედელზე წარწერებიც აქვთ დატოვებული. პეპე ინგრანი უბრალოდ პიცერია არ არის. პეპე ინგრანი ხიდია ტრადიციასა და ინოვაციას შორის. ასე თვლის მსოფლიოში საუკეთესო პიცის შეფი. Ukukma margherita. Yes. Ukukma margherita. Yes, great, thank you. კაიაცოს ტურისტულ რუკაზე მოხვედრა კი მთლიანად ფრანკოს დამსახურებაა. მისი რესტორანი თვეში 12,000 სტუმარს მასპინძლობს. ჩვენ მოსაღამოებულზე ჩავედით, დაგვიანებულებმა დიდი რიგი გავიარეთ და შესასვლელთან ხმამაღლა ამაყად უთხარი, რომ გადაღებაზე თვით ფრანკო პეპესთან ვიყავი. დავიწყოთ ანჩოუსით და პამიდრით. ძალიან თაფუკებურია. სამი არის. თაფუკების სიზეიმე. ძალიან გემრიელია. ძალიან ფრეშ გემოებია და იგრძნობა ეს ლიმონის ცედრა. ანჩოუსიც მაგრად უხდება. ანეიტრალებს ის პამიდორი და რაც აქვს მოყრილი ანჩოუსის სიმლაშეს. აუცი რა ცომია. შემწვარი პიცა. აი მეორე. მიკრევეტი. ამეჩის სტრაჩატელა. შემწვარი პიცის თემი. ზღაპრულია. ფანტასტიკა. ეს უფრო მომეწონა ანჩოუსით და პამიდრით. ძალიან რაღაც ახალი experience მართლა. აი შენც გასინჯო და მეთანხმები დაასტოპე და გასინჯე. This is called the chiro with grana padano cream, rocket pesto and black fried olives from Caiazzo. Thank you. ესეც შემწვარი პიცა, grana padano აქვს, grana padano, ყველი. ეს პესტო და ეს არის კაიაცოს ზეთის ხილი. შავი რაცა. დავიწყე. ალბათ ესე სერვირებაც რა საინტერესო. აუი, ნახე როგორ დნება ყველი. ჩანს. მაგარი, მართლა განსხვავებულია. ძალიან ვეძაფრი გემო აქვს. ყბელის და მემის ზეთის ხილის უცნაურია. ირში დნება. ოღონდ პიცა არ არის, ეს კიდე რაღაც სხვა არის. მიხარია რომ მოვახერხეთ აქ მოსვლა. ჩემი აზრით მართლა გერიოსია. ეს არის ის ცნობილი მარგერიტა სპალიატა. მართლა idеალური, ანუ მარკეტინგი არ არის ეს ყველაფერი, აი idеალურია გემოზე, დასრულებული გემო აქვს თუ რაღაცნაირი, აი სხვა დონეზე და სხვა ლეველზეა აყვანილი პიცა.
ძალიან ფრეშ არის პამიდორი მართლა. გაპარია. 60-ია. 60-ს თუ იქნები, მოვხდები პეპე ინგრანის რესტორანი მექნება სახთან. Obviously. Allah შეიძლება ხასიმონი მაგალითად. This is carpetta with grana padano cheese fondue and the buffalo mozzarella cheese. After cooking, compost of 3 types of tomatoes, pinch of grana padano and dried basil. აღარ უნდა შეფასება, აი სუპერ. ამდაგვარი არაფერი გამისჯავს არასოდეს. სრულყოფილი კერძები აქვს შექმნილი. არაფერი რო ზედმეტი არ აქვს და არაფერი რო არ აკრია. ცომი ცალკე არის, ცალკე ხელოვნება. ბოლო პიცა ჩვენს მენიუში. ხმელთაშუა ზღვის პიცა, მაგრამ სანამ ამას გავსინჯა, უნდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი მოგზაურობის დამზღვევია სადაზღვევო კომპანია Benefits-ი. Benefits ყველაზე დაბალი ტარიფი აქვს სხვათა შორის სამოგზაურო დაზღვევაზე და მადლობა მათ, რომ დაგვაზღვია და საერთოდ ესეთ საოცარ ადგილას რო ვარ. ამჯერად უკვე დანაჩანგლით უნდა ვჭამო. ორნაირი პამიდორი აქვს ამ პიცას, ერთი ესეთი დაბლენდერებული, ესე ვთქვათ, და მთლიანი პამიდორებიც ადევს. მოყრილი აქვს ისევ ზეთისხილი და უნდა ამოაწო, ანჩოუსი, ნახე ანჩოუსი. უნდა ამოაწო, აიმე. კავშირის ესეთია. და მივაყოლებ სალათს. ეს არის ზღაპარი. ზღაპარი. ერთადერთი კი არ თავს კი არ ვიმართლებ, მაგრამ ამ ჩვენს ქართულ შეფებს პროდუქტიც არ აქვთ ესეთი პრინციპში რა. აი ზღაპამიდრის გემო არის რაღაც სასწაული. საერთოდ პამიდორს მოთუშვა რა თუნდა თურმე. გვერდით მაგდიდა მის ყმუილის ხმა სუსტად შემნერეთ. This is called the Crisombola del Vesuvio with the ricotta buffalo cream aromatized with lemon, apricot jam, nuts, black fried olives from Caiazzo and mint. I recommend you to eat them with the mint. მე რა ხრაწუნა დესერტსაც რო აქვს ზეთისხილი მოყრილი. მილიარდერი რა კვირაში ერთხელ გადმოვფრინდებოდი, შევჭამდი ამას და წავიდოდი უკან. არა არ ვარ მილიარდერი.
ჩემი ცოლის და ქალებში რო იყო დახვეწილობის კურსები, გახსოვს? კულინარიის დახვეწილობის კურსებზე აქვს ამ კაცს კურსები გავლილი. Საპრულია ეს ბაფალემის კამეჩის რიკოტას გემო აქაური. ძალიან ნაზი ამ ჯემს ერწყმის. ანუ ზეთისხილი ხო აკვდება და ის კნაწუნა თხილეული და აი პიტნა ზევიდან სასწაული. სანგრმელი. ძალიან. ცომი ისევ ისეთი შემწვარი პიცის ცომი. აი, საკაი. აი, მოდი. პეპე ინგრანიში ეს ნაწილი დავასრულოთ. ლაშად შეჭამს დესერტს ჩვენ. დავიძინებთ კაიაცოში კამპანიის ძალიან იტალიურ სოფელში, რომელიც არაჩვეულებრივია. და ხვალ დილით გავიგვიძებთ, მე აქ ფისოები არიან. ქუჩის ფისოები, პარკინგზეც შემოვიდა ერთი. ეს არის სტრაჩატი, თაფლით, დარიჩინით და რიკოტას კრემია. რა კნაწუნა. შეიძლება დღეს ვერ გადავრჩე. საპრულია, ცომს რასაც უნდა იმას უკეთებ. C'è la luna mezzo mare, mamma mia, mamma ridare. Figli mie, tutte dare, mamma mia, pensaci tu. Siete tu, non scappare, e tu vai, e tu vieni, e ma te tu, martere. გავიღვიძეთ კაიაცოში, სოფლის სიმშვიდეა ქუჩებში. ღამეც ესე იყო. აი სუსი არის მოდა, მარტო სახლებიდან გამოდიოდა ხალხის ხმა და ისეთი იტალიური ყაყანი. როგორც თქვი უკვე ნეაპოლიდან სადღაც 9 საათის ავალზეა. კაზერტას პროვინცია ეს და აქაური ზეთისხილის ბაღები არის განსაკუთრებული და შესაბამისად აქედან ამ რეგიონიდან ზეთიც განსაკუთრებულია და ცნობილია. ასევე მოცარელა დი ბუფა, არა, როგორ ქვია, მოცარელა ბუფალა დი კამპანია, თუ არ ვცდები. აქაური კამეჩის მოცარელაც არის თეთრ მარგალიტს ეძახიან, ერთ-ერთი საუკეთესო და ძალიან ბევრი კამეჩის ფერმაა ირგვლივ. თვითონ ქალაქი არის პატარა კუსკუსა საყვარელი, შუა საუკუნეების დროინდელი შენობებია, თუმცა უფრო ძველია, ისტორია იწყება ძველი რომიდან. მოცარელა კამპანიის რეგიონიდან არის. კამეჩის მოცარელას, ანუ ბაფალო მოცარელას საუკეთესო საწარმო და ფერმა კაიაცოდან 20 წუთის სავალზე ალვინიანოში მდებარეობს. Il Cazolare საოჯახო ბიზნესია და მესამე თაობაა მასში ჩართული. სწორედ ამ ფერმაში მზადდება კამპანიის ყველაზე ცნობილი მოცარელა, რომელიც გასინჯვისას გამუნჯებს. მარტო მე არ ვარ ამ აზრზე, გორდონ რამზიც მეთანხმება. უბრალოდ მე დავეთანხმე მას შემდეგ, რაც ახლა დამოყვანილი წვნიანი და თბილი მოცარელა პირდაპირ საწარმოში ვჭამე. ადგილზე ჩასულებმა ინგლისურად ვერავის ვერაფერი გავაგებინეთ და ერთმა გაღიმებულმა იტალიელმა 1 წუთითო გვანიშნა. 1 წუთში აწუყო ჩვენი ახალი მეგობარი ამერიკელ იტალიელი კარმინ დურანტი მოიყვანა. Perfect timing შესახა კამილმა იტალიურ-ამერიკულად გაგვიღიმა და 10 კაციან ჯგუფს შევყევით საწარმოში ექსკურსიაზე, რომლებსაც კარმინი ინგლისურად უყვებოდა მოცარელას წარმოების თითოეულ ნაბიჯს. აღმოჩნდა მას მოცარელას საწარმო კონექტიკუტში აქვს და გადასარევად იცნობდა წარმოების პროცესს და ნაცნობობის დამსახურებით მეგობრები და ოჯახის წევრები პირდაპირ საწარმოში შეუშვეს. ასე გაგვიმართლა ჩვენც. მიმოლავე კია Il Cazolares მფლობელი და ერთგვარი სიმბოლოც თავისი დამახასიათებელი გარეგნობის გამო აღნიშნავს, რომ მათთან ყველაფერი ძველი რეცეპტითა და ხელით მზადდება. ამის დამსახურებაა ის გამორჩეული გემო, რაც ყველს აქვს. ახლა დამოყვანილი ჭყინტი ყველი ჯერ დიდ მაგიდაზე გადმოაქვთ, კეპა
ყავენ და დანადგარში უშვებენ, რომელშიც იფხნება და შრატისგან იწრიტება. სითხისგან გამოცლილი და დაფხვნილი ყველი ხის დიდ ძველ ჯამებში გადააქვთ. მიმოთვლის, რომ ხის ჯამები ყველს განსაკუთრებულ გემოს აძლევს. აი აქ იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელზეც ჩვენი ქართული და ჩემი სუბიექტური აზრით არანაკლებ გემრიელი სულგუნი გაგახსენდებათ. ყველს 120-130 გრადუსი ტემპერატურის წყალს ასხამენ და იწყებენ ხელით ინტენსიურად მორევას. მასე იკვრება და ერთიანდება. ბოლოს მოცარელას მასა სპეციალურ დანადგარში ეშვება, რომელიც ყველს მრგვალ ფორმას აძლევს. მას შემდეგ, რაც ყველის მომზადება სრულდება, მას მარილს აყრიან. This is the End result. მარილიანია უკვე და დასრულებული. You see how the milk comes out? That's what you look for. An hour, the bigger the size, the bigger the amount. ძალიან ვისიამოვნეთ. აი ეს პირდაპირ რო გასინჯავა მოცარელას საწარმოდან სასწაულია. აი აქ არის პროდუქტები, რასაც აქ აწარმოებენ. და ასევე ღვინო. ეხლა რაღაცებს ავარჩევთ, მედალაშა. Bye, ciao. ფანტასტიკური ხალხია იქ, ამერიკელებიც და იტალიელებიც. და ჭაწავალთ. კამპანიის რეგიონის ეპიზოდს მოვრჩით, კამპანიის მარგალიტები, ფრანკო პეპე და თვითონ მოცარელას საწარმო გადავიღეთ, ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. და იწყება ტოსკანის ეპიზოდი, საოცარი ვილა გვაქვს ტოსკანაში, რომ ჩამოვედით ლაშამ კადრები აიღო მზის ჩასვლის და ვილის და შემოგვაღამდა. და შემდეგ ეპიზოდში უკვე ნახავთ ტოსკანის მარგალიტებს, რომელიც არის თვითონ პეკორინოს ყველი, მაგრამ პირველ რიგში დარიო ჩეკინი, რომელიც არის ყასაბი და სასწაული სტეიკით უმასპინძლდება სტუმრებს, გარდა სტეიკისა პერფორმანსებს დგამს. ჩვენი მოგზაურობის დამზღვევია სადაზღვევო კომპანია Benefits-ი, რომელსაც ყველაზე დაბალი ტარიფი აქვს სამოგზაურო დაზღვევაზე და ასევე ფასდაკლება იქნება შემოდგომაზე ავტომობილის დაზღვევაზე. ავტომობილით კი დავმოგზაურობთ ბედნიერად იტალიაში. მიღარია. შემდეგ კვირამდე.